რამები ნაწარმოებებიც არის ხოლმე კლასიკურ მუსიკაში მე-20 საუკუნე არის ცნობილი ასეთი გიჟური იდეებით ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რა შეიძლება გაგვახსენდეს ეს არის კეიჯის ნაწარმოები 4 და 33 სადაც კომპოზიტორმა გადაწყვიტა რომ 4 წუთის და 33 წამის განმავლობაში არაფერი ისმოდეს თუმცა ამ არაფერში იბადება მუსიკა ასეთი კონცეფცია ჰქონდა მას იდეა და ითვლება რომ ეს იყო პირველი ასეთი გიჟური გადაწყვეტილება თუმცა ჩვენ მაინც მოვჩხრიკეთ და აღმოვაჩინეთ რომ ჯონ კეიჯიმდე არსებობდა მსგავსი იდეები არაერთი რომელსაც ახლა ლიკა მოგიყვებათ იმიტომ რომ ფაქტები ჩემზე კარგად ახსოვს ხო ზოგადად კეიჯი ძალიან საინტერესო ფიგურა არის ასე ვთქვათ იმიტომ რომ ძალიან ხშირად მასზე სხვა შორის ერთ-ერთი წიგნი იწყება ფრაზით რომ ჯონ კეიჯი იყო კომპოზიტორი და მე ამ მარტივი ჭეშმარიტების მტკიცებით დავიწყებ იმიტომ რომ ის ძალიან ხშირად აღიქმება როგორც რაღაც სხვა როგორც გენიალური გამომგონებელი როგორც ექსპერიმენტატორი როგორც არტისტი პერფორმერი და ასე შემდეგ და ყველაზე ნაკლებად მოიხსენიებენ როგორც კომპოზიტორს მაგრამ არა ის იყო კომპოზიტორი ამიტომ დღესაც ჯონ კეიჯი არის ის ფიგურა რომელიც აღელვებს ძალიან ბევრ ადამიანს მათ შორის მუსიკოსებს რომლებიც მისგან იღებენ რაღაცა შთაგონების წყარო არის ხოლმე მათთვის მაგრამ საინტერესოა ის რომ ჯონ კეიჯსაც ჰქონდა თავისი და ყავდა თავისი კეიჯი აღელვებს მე ვფიქრობ იმ ხალხს ვისაც უყვარს მუსიკალური ინსტრუმენტები იმიტომ რომ მან მოიგონა როიალის მომზადება პრეპარაცია სადაც მაგდება ჭანჭიკები საშლელები ძალიან ცუდად უნდა მოექცე როიალს მაგრამ სამაგეროდ ისეთ უცნაურ ხმებს გამოსცემს და ხდება სხვა საკრავი მაგრამ მასაც ყავდა თავისი ინსპირაციის წყაროები, მათ შორის პრეპარირებულ ფორტეპიანოშიც და მათ შორის სიჩუმეშიც. იმიტომ რომ ცნობილი ფაქტი არის, რომ ის კარგად იცნობდა ევროპულ მუსიკას და მთელ მემკვიდრეობას, რომელიც საუკუნეების განმავლობაში დაგროვდა, თუმცა ალბათ იქიდან გამომდინარე, რომ იყო ავანგარდისტი კომპოზიტორი და ჰქონდა სრულიად სხვა ხედვა, თავისებურად გაიაზრებდა ხოლმე ამ ყველაფერს. როგორც გიორგიმ თქვა, ეხა ერთ-ერთი ყველაზე მთავარი იდეა ამ ნაწარმოების მე გამოვყოფდი ორ იდეას, ხო? ერთი არის ის, რომ აბსოლუტური სიჩუმე არ არსებობს და ყოველთვის რაღაცა ხდება. ეგ თვითონ გამოყო ეგ იდეა და მეორე იდეა, რომელიც თვითონვე მართალი ხარ გამოყო, არის ის, რომ ეს არის პრინციპულად ახალი დამოკიდებულება ნაწარმოების მიმართ. ეს აღარ არის კომპოზიტორის მიერ გამზადებული პროდუქტი, რომელიც ჩვენ უნდა მოვისმინოთ, არამედ ჩვენ თუ ნებისმიერი ჩვენს ირგვლივ არსებული ხმაური მოვაქციოთ რაღაც კონტექსტში, ეს იქნება მუსიკა. ანუ ეს არის რაღაცა ერთგვარი ფილოსოფიური კონცეფცია, რომელიც ძალიან პოპულარული გახდა. თუმცა მანამდე 55 წლით ადრე 1897 წელს ალფონს ალემ გამოაქვეყნა ესეთი ცნობილი მარში დიადი ყრუს დაკრძალვაზე. ეს იყო პარტიტურა, რომელშიც იყო ცარიელი ტაქტები. რომელი წელია შევახსენე? 1897 წელი, ანუ 55 ესე იგი მალევიჩის კვადრატს უსწრებს. ბევრია ფიქრობს სხვადასხვა რომ მალევიჩმა შავი კვადრატი რო დახატა, ეგ ინსპირაცია ჰქონდა კეიჯის, იმიტომ რომ იდეა დაახლოებით მსგავსია, როგორც მხატვრობაში შეიძლება არაფერი შავი კვადრატი, ხო, არაფერი არის. მუსიკაში თუ გავაკეთებთ ანალოგიას, არის სიჩუმე. და შესრულდა ეს ნაწარმოები. აი ეს ნაწარმოები არ შესრულებულა, თუმცა ფაქტი არის საინტერესო, იმიტომ რომ ალფონს ალი არც იყო კომპოზიტორი, ხო, ის პირველ რიგში იყო სატირიკოსი, იყო პუბლიცისტი, ძალიან ხშირად, ასე ვთქვათ, მათ შორის შავი იუმორითაც ეს ბრწყალებში რო ვთქვათ, ამათრახებდა სინამდვილეს. და ეს იყო პუბლიცისტური ნაშრომი, რომელიც დაიბეჭდა, თუმცა იდეა
თავად მდგომარეობდა, ანუ საინტერესოა რომ წინ უსწრებდა. ალბათ რთული იყო შესრულება და მაგიტომ რა შეასრულეს. ან ორკესტრმა იმ პერიოდში ჯერ შესაძლებელია წარმოუდგენელიც ყოფილიყო, იმიტომ რომ საზოგადოებამ რაღაც სტადიას უნდა მიაღწიოს, რომ ამის აღქმა შეძლოს, თუნდაც თქვათ ისე ხმაურიანად, როგორც ეს მოხდა კეიჯის ნაწარმოების შესრულებისას ცნობილი არის, რომ ძალიან დიდი სკანდალი იყო და დიდი ალბათობით კეიჯი იცნობდა ამას, იმიტომ რომ ალფონს ალე იყო დიდი მეგობარი ერიკ სატის. და ერიკ სატის იდეებით ინსპირაცია და გატაცება ზოგადად ერიკ სატის შემოქმედებით ცნობილი არის, რომ კეიჯს ძალიან უყვარდა ერიკ სატის შემოქმედება და ის იყო სხვა შორის ერთ-ერთი პირველი ადამიანი, რომელმაც შეასრულა მისი გაღიზიანებები. ერიკ სატის აქვს ესეთი ნაწარმოები, ეს არის ფაქტობრივად, დღესდღეობით უკვე მიიჩნევა, რომ მინიმალიზმის ერთ-ერთი საფუძველი და პირველწყარო. ნაწარმოები არის დატეული 2 სანოტო ხაზზე. ძალიან უცნაური მელოდია აქვს, თავიდან უნისონში და შემდეგ ორივე ხელი უკრავს და ეს უნდა შესრულდეს 800 რამდენჯერ არ მახსოვს. რეაბინსაც ეგეთი ქონდა გიჟური იდეები, ნაწარმოები, რომელიც არასდროს სრულდება, თუ დღემდე ასრულებენ თუ რაღაც. არა, ეს კეიჯის ნაწარმოები, რომელსაც დღემდე ასრულებენ. ასრულებენ. მიდი შესრულება ახლა. ხო. არ შეწყდა რა თუ როგორ? არა. არ გვაქვს ინფორმაცია. არა, როგორ? იცი შენ. ეს თუ არ ვწდები ამ ნაწარმოებს ქვია as slow as possible, ანუ რამდენადაც შესაძლებელია ნელა. და არის გაწერილი ნოტები ორგანზე და ერთ-ერთ ეკლესიაში ორგანზე სრულდება, ანუ ნოტები კონკრეტული კომბინაცია ბგერების, რომელიც მუდმივად ჟღერს. და აივონ პერიოდულად ხვდებით ხოლმე რაღაცა ესეთ ინფორმაციას, რომ ნოტები შეიცვალა. ან ორგანი შეიცვალა, იმიტომ რომ ეხლა და ეს ნაწარმოები წესით უნდა ჟღერდეს დაახლოებით 600 რაღაცა წელი. უტოპიური იდეები. ხო, მაგრამ ფაქტია, რომ დღემდე ჯერჯერობით სრულდება და მე რა ბედი ეწევა ჩვენ ნამდვილად არ ვიცი. გიჟური იდეებზე თუ საუბრობთ, თანამედროვე აკადემიური მუსიკა გამორჩეულია, ხო, ეგეთი ზოგი ძალიან სასაცილოა ხოლმე და გვიჭირს ხვარი გავავლოთ ეს ხელოვნება თუ უბრალოდ სისულელე, ხო, აი როგორც ვიზუალურ ხელოვნებაში კედელზე მისკოჩილი ბანანი. ერთ-ერთმა ქართველმა შეჭამა, მგონი, თუ სწორად მახსოვს და მე ჩაანაცვლეს. ეგეთი ნაწარმოები არსებობს, გამოდის შემსრულებელი და სცენაზე აგორავებს როიალს. და მე მაყურებელი ტაშს აპლოდისმენტებს უკრავს, იმიტომ რომ აგორავა როიალი. ხო, მაგრამ დღეს დღეს ეს ნამდვილად არავის არ უკვირს, რომ დავასრულოთ ჯონ კეიჯის 4:23-ზე საუბარი, თუ ერთი იყო თქვათ ხუმრობა და ესეთი პუბლიცისტური აქტი, მოდით ესე ვთქვათ, მეორე ნამდვილად იყო მუსიკალური ნაწარმოები, რომელიც ეკუთვნოდა ერვინ შულგობს, ეს იყო ებრაელი წარმოშობის ჩეხი კომპოზიტორი, რომელიც ასევე გამოირჩეოდა თავისი ესეთი საოცარი ექსპერიმენტებით და არატრადიციული ხედვით მუსიკის განვითარებაში. დაწერა ნაწარმოები სახელწოდებით ხუთი ჩანახატი. და ეს ოღონდ ის დადაიზმით იყო გატაცებული და მოკლედ ასე შემდეგ და თვლიდა რომ თუ სამყარო არის აბსურდი, მაშინ მუსიკაც უნდა იყოს აბსურდი. და მისი ეს ჩანახატები მუსიკის გარკვეულ ესეთ პაროდირებას წარმოადგენს. ერთ-ერთი ჩანახატი არის თქვათ ვალსის პაროდია, მეორე არის ტანგოს პაროდია, მეხუთე ნაწარმოები, რომელიც თუ არ ვწდები შეიძლება ვთარგმნით როგორც მომავალში, იქაც არაფერი არ ჟღერს. ეს არის სიჩუმე,
ოღონდ კეიჯისგან განსხვავებით არის გამოწერილი პაუზებით და ეს ნაწარმოები ნამდვილად სრულდება. ამიტომ საინტერესო არის ის, რომ აი ესეთი სამი პრეცედენტი გვაქვს, სხვადასხვა საფუძვლებით, სხვადასხვა იდეებით, თუმცა გამოხატვის ფორმა არის ერთი, ეს არის სიჩუმე და ამ შემთხვევაში ალბათ შეგვიძლია ვთქვათ, რომ კეიჯი იყო ყველაზე კარგი მარკეტოლოგი. ეგ იდეა. ზოგადად გამორჩეული იყო ესეთი ეპატაჟური ქცევებით ჯონ კეიჯი, არაერთი დღესაც YouTube-შიც რო შეხვიდეთ, ხო არსებობს მისი ინტერვიუები, სადაც სიგიჟეებს ლაპარაკობს ელემენტარულად და მაშინ როგორ ჟღერდა ეგ ყველაფერი, მაგრამ მაინც ისე მოახერხა ეს ყველაფერი ისე კარგად შეფუთა, დროც დაემთხვა, კონტექსტიც უკვე მომწიფებული იყო, მოთხოვნა იყო ბაზარზე, რომ ასეთი რაღაცები მიეღო, ხო, საზოგადოებას და ალბათ საჭირო დრო, საჭირო ადგილას მოხვდა და ამიტომ ეს იყო მაგის წარმატების ფორმულა, თორე არ ვიცი, მე მიჭირს კეიჯი გავიაზრო როგორც კომპოზიტორად, მიუხედავად იმისა, რომ აქვს ესეთი შედარებით კონვენციური ნაწარმოებები, სადაც მუსიკა არის როგორც მუსიკა, მეც მაქვს შესრულებული პრელუდიები და ინტერლუდიები იყო ეგეთი. აი თქვენ ახსენეთ ბოისი, რომ ნაკლებად ცნობილია და მე გამიშли ესეთი შეკითხვა, რა განსაზღვრავს კომპოზიტორის ცნობადობას? ზოგი არის პოპულარულია, მერე იკარგება, ზოგი დაკარგულია და შემდეგ აღმოაჩენენ ხოლმე. რაზე არის ეს დამოკიდებული? ძალიან საინტერესო თემაა და ძალიან კარგი კითხვა. ცნობადობა ალბათ ერთ-ერთი აუცილებელი კომპონენტია ხელოვნებისთვის, იმიტომ რომ ერთია რას ქმნის კომპოზიტორი და მეორეა თუ რამდენად გავრცელდება ეს საზოგადოებაში, იმიტომ რომ საბოლოო მიზნობრივი ბოლო დანიშნულების წერტილი მაინც ხალხია და იქამდე უნდა მივიდეს, ხო და ამას ბევრი რამ განაპირობებდა, თუმცა ვიტყვი რომ იყვნენ კომპოზიტორები, რომლებიც საკუთარ დროში ძალიან წარმატებულები იყვნენ, ქუხდნენ, პოპულარულები იყვნენ, არაფერი არ აკლდათ, არც მატერიალური კეთილდღეობა, არც სახელი, არც რეპუტაცია, თუმცა მას შემდეგ რაც დაანებესთავი კარიერას ან გარდაიცვალნენ, მომენტალურად დაივიწყა ის ხალხმა, მაგრამ არსებობდნენ პირიქით კომპოზიტორები და ასეთი კომპოზიტორების რიცხვი შეიძლება ვთქვათ, რომ უფრო დიდია, რომლებიც ასე თუ ისე ნაკლებად წარმატებულები იყვნენ, ან საერთოდ არ ითვლებოდნენ კარგ კომპოზიტორებად, მაგრამ დღეს გადაფასდა ისე რომ ისინი ითვლებიან ან ძალიან კარგ კომპოზიტორებად, ან საერთოდ გენიოსებად. მე მომხრობ ხოლმე რომ ბახი არის ამის ყველაზე კარგი მაგალითი, იმიტომ რომ ბახი არ ითვლებოდა ცუდ კომპოზიტორად საკუთარ ქალაქში, მაგრამ არ იყო როგორც ასეთი გენიოსი კომპოზიტორი, ასე შეფასებული, ის ითვლებოდა რომ იყო ვირტუოზი ორგანისტი, ფანტასტიკური შემსრულებელი ორგანზე, ასევე ნორმალური კომპოზიტორი, რომელიც მუშაობდა კონკრეტული და ცოტა უცნაურ მუსიკას წერდა. ხო, ცოტა უცნაურ მუსიკას წერდა, ნეკროლოგში, მიშვილმა გამოქვეყნა ნეკროლოგი, მე კარლ ფილიპემ, ხო, თუ არ მეშლება. და იქ არის ასეთი პასაჟი, რომ მამაჩემი იყო უცნაური კომპოზიტორი, თუმცა უცნაურ ჰარმონიებს იყენებდა, მაგრამ იყო იმპროვიზატორი იყო დიდებული. და მე 19 საუკუნეში უკვე მენდელსონმა მოახდინა ბახის თავიდან აღმოჩენა, რეაბილიტაცია და დღეს უკვე ჩვენთვის მუსიკოსებისთვის და არა მხოლოდ არის ყველაზე დიდი ვინმე მწვერვალი, ხო, ისე წოდესმე შეუქმნია მუსიკა. ვფიქრობ, რომ
ჯერ ერთი ძალიან ბევრი ფაქტორი ახდენს გავლენას, მაგრამ პირველ რიგში ეს არის კონკრეტული გარემოებები და ისტორიული ზოგადად რაღაცა მდგომარეობა, ხო, რა მოთხოვნები არის საზოგადოებაში. ანუ მუსიკა, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ და რომელიც იწერებოდა, ვთქვათ, ბევრი ასწლეულის განმავლობაში, ეს იყო იმ პერიოდისთვის თანამედროვე მუსიკა. ეს იყო ფუნქციური მუსიკა, რომელიც ძირითად შემთხვევაში იქმნებოდა რაღაცა დანიშნულებით და რაღაც პერიოდამდე ჩვენ ვიცით ფაქტობრივად ალბათ ერთ-ერთი პირველი კომპოზიტორი შეიძლება მოცარტი ჩავთვალოთ, რომელიც რაღაც პერიოდიდან არ მსახურობდა არავისთან. ბეთჰოვენი იყო პირველი ესეთი ყველაზე დიდი თავისუფალი ხელოვანი, რომელსაც თუმცა მოცარტი სულ შეკვეთებზე იყო. ხო, არა, მე იმას გულისხმობ, რომ ის ვთქვათ არ იყო სასახლის კარის კომპოზიტორი, არ იყო კაპელმაისტერი, ანუ არ იყო რომელიმე ინსტიტუციასთან მიბმული, ასე ვთქვათ და იმის თქმა მინდა, რომ მუსიკა იყო ფუნქციური და მუსიკა უნდა ყოფილიყო ყოველთვის თანამედროვე, ანუ გარდაიცვალა ბახი, მის შემდეგ მოვიდა ტომას კირხეში ახალი კაპელმაისტერი და დაიწყო თავისი მუსიკის შესრულება. ამიტომ ტრადიცია იმისი, რომ ჩვენ ძველი კომპოზიტორების შემოქმედება უნდა გვახსოვდეს და უნდა ისიც შევასრულოთ, როგორც ასეთი არ არსებობდა. ამ გამოიწვია ის, რომ საუკუნეების განმავლობაში რაღაც დაგროვდა მასალა, რომელიც იყო არქივების მასალა და არ იყო ცოცხალი საკონცერტო დარბაზების და მე-19 საუკუნეში მნიშვნელოვნად და გიორგი თქვა, რომ მენდელსონი აღმოაჩინეს. ხო, ზოგადად წამოვიდა. ხო, მენდელსონმა აღმოაჩინა უკაცრავად. წამოვიდა ტრადიცია იმისი, რომ ძველი მუსიკაც უნდა გვახსოვდეს. და ეს მუსიკა ჯერ ერთი მე მგონია, რომ მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო დიდი საკონცერტო დარბაზების შექმნა, იმიტომ რომ მანამდე მუსიკა ძირითადად საჭირდა ეკლესიაში, ან სასახლეში, ან საოპერო თეატრში. არისტოკრატიისთვის იყო განკუთვნილი, ინდუსტრიულმა რევოლუციამაც გამოიწვია, საშუალო ფენა გაჩნდა და რომლებიც მზად იყვნენ, რომ კონცერტზე წასულიყვნენ, ეყიდათ შეეძინათ ბილეთი. ეს იყო ფენა, რომელსაც მოთხოვნილება გაუჩნდა, რომ სულიერი რაღაც საზრდო დაეკმაყოფილებინათ და ამ მოთხოვნამ გამოიწვია ის მიწოდება, რამაც მოახდინა მე-19 საუკუნის მუსიკალური დღის წესრიგის ფორმირება. ამიტომ დადგა ასე საკითხი, ბახი ახსენე შენ მართლაც მიივიწყეს ხო რო გარდაიცვალა მერე, თუმცა დიდმა კომპოზიტორებმა მაინც იცოდნენ მის შემოქმედება და თვლიდნენ რომ ის იყო ძალიან დიდი გენიოსი მოცარტმა, ბეთჰოვენმა, მათთვის ავტორიტეტი იყო ბახი, მაგრამ ეს არ იყო ფართო მასებისთვის, ასე არ ითვლებოდა. შეიძლება იმ პერიოდში ყოფილიყო ვინმე ვირტუოზი, მევიოლინე ან რომელიმე ან პიანისტი ან რაღაც საკრავზე შემსრულებელი და ის უფრო დიდი ავტორიტეტი ყოფილიყო ვიდრე ისეთი კომპოზიტორი, როგორც იყო ბახი. მე გამიკვირდა ილიკავს სანამ შემოვიდოდით თქვა რომ ვივალდის ნაწარმოებები არ იყო ცნობილი ვივალდი არ იყო ზოგადად ვივალდი საერთოდ არ იყო ცნობილი და მე-20 საუკუნემდე ფაქტობრივად არავინ არ იცოდა მე-20 საუკუნეში საცავში აღმოაჩინეს ეს ნაწარმოებები და ვივალდი მაშინ გახდა საკუთრeb თუმცა ვივალდი საინტერესო იყო რომ ძალიან პოპულარული იყო თავის სიცოცხლეში, მაგრამ სიცოცხლეშივე მიივიწყეს, ანუ მისი მუსიკა უკვე მოდიდან გადავიდა უკვე იმ პერიოდში, როდესაც ვივალდი იყო ცოცხალი და მე ბუნებრივია ნელ-ნელა დავიწყებას მიეცა, მიუხედავად იმისა, რომ თქვა ბახმა გადააკეთა ვივალდის კონცერტები, ხო, ძირითადად ცნობდნენ როგორც თემები გამოიყენა. არა, მთლიანად არის, ანუ გადატანილი სავიოლინო კონცერტები არის გადატანილი კლავირისთვის. ესე რაღაცა ვიწრო წრეებში შეიძლება, მაგრამ სეზონები არავინ არ იცოდა. საერთოდ ეს არის მე-20 საუკუნის აღმოჩენა და ჩემთვის ძალიან დიდი აღმოჩენა იყო, რომ მაგალითად მე-18 და მე-19 საუკუნის ადამიანმა საერთოდ არ იცოდა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნაწარმოები, რა ვიცით, ყველაზე ისეთი, ხო, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული არის სეზონები.
ძალიან ბევრი აღმოჩენა ჩვენ ვისაუბრეთ ამაზე უკვე ვიდრე ქონდა პატარა პაუზა კლასიკურ მუსიკაში სისტემატიურად ყოველდღიურად ინტერნეტში სხვადასხვა წყაროებში არქივებში ვეცნობით ხოლმე ამ დამალულ ინფორმაციებს, მაგრამ ისეთ რამეს აღმოვაჩენთ, რომ ჩვენც mind blow ეფექტი აქვს ხოლმე ცოტა და ვერ ხვდებით როგორ იყო ეს დამალული ესეთი კარგი მუსიკა, როგორ არ არის საჯაროდ ცნობილი. ჯაბადარზე გითხარით, ერეკლე ჯაბადარი, არაჩვეულებრივი ქართველი კომპოზიტორი, რომლის შესახებაც მე შარშან მაგალითისთვის საერთოდ არაფერი ვიცოდი, შეიძლება რაღაც ყური მქონდა მოკრული და დღეს ჩვენი გადაცემის ერთ-ერთი რუბრიკის ქუდი არის თუ ტიხარი არის მისი მუსიკა და მე ხა ვერ შევადარებ ჯაბადარს ფალიაშვილს მაგალითისთვის ხო რომელიც საზოგადოებრივ აღიარებულია და ნამდვილად იყო ძალიან დიდი კომპოზიტორი თუმცა დასავლეთში ჩვენ ვიცნობთ არაერთ კომპოზიტორს რომელიც ერთი ნაწარმოებით არის ცნობილი ხო მაგალითისთვის პახელბელის კანონი არის ცნობილი პახელბელის სხვა ნაწარმოები არ ვიცით და ის ყველგან ტრიალებს შეიძლება ჯაბადარი იყოს ის კომპოზიტორი ქართველი რომელიც ერთი ნაწარმოების გამო შეგიყვარდება და რაღაც ტირაჟირება ჭირდება ალბათ მიუხედავად იმისა რომ სხვა არაერთი კარგი მუსიკა აქვს მას დაწერილი ქართული რაფსოდია მაგალითად და ხოჩერი ძალიან საინტერესო ფაქტია რომ წყაროებში როდესაც ვთქვათ ჯაბადარზე რაღაცა წაიკითხავა გაიცნო ყველგან წერია რომ აი ქართული რაფსოდიის ავტორი არის და აი ეს იყო ნაწარმოები რომელიც სრულდებოდა მათ შორის ევროპაშიც და ასე შემდეგ მაგრამ ჩვენ რომელი ნაწარმოებიც გვიყვარს ძალიან მაგარი ნაწარმოები ეს არის ნოქტურნი რომლის ერთადერთი შესრულება მის ნოტებს ჩვენ ვერ მივაკვლიეთ და თუ ვინმე აქვს ეს ნოტები ძალიან მადლობლები დაგვრჩებით რომ მოგვაწოდოთ რომელიც აბსოლუტურად სულ გვაინტერესებს როგორ არის ჩაწერილი იმიტომ რომ ეს არ არის მე-20 საუკუნის დასაწყისის მუსიკა, ის ჟღერს ძალიან თანამედროვედ. აი გუშინ დაწერილ მუსიკას გავს, აბსოლუტურად თანამედროვე ენით არის დაწერილი და არ მოყვება იმ დროისათვის და დამახასიათებელი რაღაც ეს ორნამენტიკა, სუნი, ძველი მუსიკის სუნი არ მოყვება. ხშირად კლასიკურ მუსიკას ამიტომ იწუნებენ, რომ არ უნდათ იმ დროში გადაინაცვლონ და რაც უფრო დიდი დისტანციით არის ხოლმე დაშორებული ჩვენგან, აი ბაროკოს მუსიკა ამიტომ არის პოპულარული, ხო, რომ არ ახსენებს იმ ძველ ვინტაჟურ რაღაცს და არ უნდათ ეს, ხო, ეს და აი ამ ხრივ ხო, აი ამ ხრივ ჯაბადარის ის ნაწარმოები, რომელზეც ჩვენ საუბრობთ, ნოქტურნი ქვია, არ მახსოვს ტონალობა. მე მგონი მეტი ნოქტურნი არც აქვს. დომინორი? თუ არ წერი კი. აი ეს ამ მუსიკას აქ ეგ მაგია რომ არ აქვს დრო და სივრცე. აბსოლუტურად თანამედროვე ჟღერს და ფიქრობ როგორ დაწერა იმ კაცმა და როგორ არავინ დღემდე არ მიაქცია ყურადღება. როგორ არავინ საუკუნის ბოლოს დაიბადა ჯაბადარი. იმიტომ რომ ჩვენ გვიყვარს ის ჩანაწერი ძალიან ერთი ჩანაწერი არის ხელმისაწვდომი ამ ნოქტურნის, სადაც რაღაც ფირფიტიდან არის გადატანილი და წუნი აქვს პატარა ესეთი ფირფიტას რო თავისი მოყვება რაღაც ხარვეზი და ჩვენ აი ამ ხარვეზით გვიყვარს ძალიან, მაგრამ შემსრულებელი უკვე სხვათა შორის. იმიტომ რომ ევროპაში ცხოვრობდა ჯაბადარი, საქართველოში არ უცხოვრია, მალევე წავიდა მისი ოჯახი ემიგრაციაში, მერე დაბრუნდა მალევე საქართველოში, ჯერ კიდევ არ იყვნენ წითლების შემოსულები და რუსეთის იმპერიამ დაუპირა რომ ჯარში წაიყვანათ მუსიკოსი, არ დაუქონა ჯანმრთელობის პრობლემები და მოკლედ მამამისიც უნერგავდა რუსების მიმართ
რაღაც სიძულვის გვარი მინდა ვთქვა, მაგრამ ხო რაღაც მოკლედ ის ქონდა დისონანსი რუსეთთან რა და ისევ წავიდა ემიგრაციაში 37 წელს გარდაიცვალა და დიდუბის პანთეონში არის დღეს დაკრძალული. ზოგადად პრობლემა რა შემდგომარეობს, რომ ჩვენთან ეს ინდუსტრია არის ძალიან მილევად რეჟიმში სამწუხაროდ. ძალიან იშვიათია კონცერტები, სააქტივობები, ხო? და იშვიათად თუ ტარდება, მერე შემსრულებელი ბუნებრივად ისჩევს ისეთ რეპერტუარს, რომელსაც უკვე გზა გაკაფული აქვს, აპრობირებულია, მსმენელმაც იცის და ისეთ ნაწარმოებებს ასრულებენ. ამას რო კონდეს ისეთი ხასიათი და ისეთ სიხშირე, როგორც არის ეს დასავლეთ ევროპაში, მე ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი ნაწარმოები, რომელიც დღეს თაროზია, აუცილებლად შესრულდება, არაერთი ქართული ოპერა, რომელიც არ სრულდება და დიდი თუ მცირე ფორმის ნაწარმოები. ეს არის მთავარი ეგზისტენციური პრობლემა. ძალიან ხშირად სხვა შორის კომპოზიტორის ხელახალ აღმოცენებას ხელს უწყობს სწორედ შემსრულებელი, რომელიც ვთქვათ, აი ჩვენ რასაც ვუყურებთ და ვეცნობით, ორი რაღაცა ესეთი ძირითადი მიმართულება არის. ინსტრუმენტალისტებში მაგალითად თუ არიან საორკესტრო საკრავის ინსტრუმენტალისტები, ისინი ყოველთვის ცდილობენ, რომ გამდიდრონ საკუთარი რეპერტუარი, იმიტომ რომ ესეთი ორიგინალი ნაწარმოებები შეიძლება რომელიღაც საკრავს არ კონდეს ძალიან დიდი დოზით. ან შეიძლება უკვე ეს ყველაფერი იმდენად დაკრული არის, რომ იმდენად ხშირად იკვრება, რომ შემსრულებელს აქვს იმის სურვილი, რომ გამდიდროს თავის რეპერტუარი და ის იწყებს ძიებას. იგივე ხდება, ვთქვათ, თუნდაც ვოკალისტებთან დაკავშირებით, ხო, ჩეჩილია ბარტოლი არის ძალიან კარგი მაგალითი ამისა, რომელმაც ფაქტობრივად აი გახსნა ეს საცავები და დაიწყო ძალიან დიდი დოზით ბაროკოს ეპოქის მუსიკის შესრულება და ის რომ აი ესეთი დოზით არის ახლა წარმოდგენილი ბაროკოს ეპოქა ზოგადად სცენაზე, ხო, კლასიკური მუსიკის სცენაზე გარკვეულწილად მისი დამსახურება არის. ამიტომ ეს დამოკიდებული არის ალბათ ძალიან მნიშვნელოვნად შემსრულებლის ინტერესზეც. ანუ შემსრულებელს თუ გაუჩნდა ამის ინტერესი და უნდა კონდეს საკმარისი ავტორიტეტი კიდე ყველაფერთან ერთად, იმიტომ რომ დაფარვა თუ არ გაქვს ძალიან დიდი აუდიტორიის, ну, კი, თავისთავად ნებისმიერი შესრულების ფაქტი არის ძალიან კარგი, მაგრამ აქ ასევე მნიშვნელობა აქვს იმას, რამხელა აუდიტორია გისმენს, რაც უფრო დიდია შენი აუდიტორია, მით უფრო დიდი შანსი არის. მოხვედი იმ პრობლემამდე, რომელიც მე დავსვი. დიდი აუდიტორია უნდა გისმენდეს. უნდა იყოს ინფრასტრუქტურა, უნდა იყოს კონცერტი, დაფინანსება და ასე შემდეგ, რომ მე იმ შემსრულებელს კონდეს ენთუზიაზმი, რომ კი მე უკრავ ძალიან კარგ არაჩვეულებრივ ქართულ კომპოზიტორებს, მაგრამ კიდე სხვაც არის, რომელიც უნდა შევასრულო, სიახლე შევთავაზო ჩემს მსმენელს და აი ეს რომ ამის დეფიციტი როცა არის, მე მივდივარ ამ პრობლემამდე. საბედნიეროდ დასავლეთში ან ძველი კომპოზიტორების, ნაკლებად ცნობილი კომპოზიტორების ხელახლა აღმოჩენა მუდმივად ხდება და ვკითხულობთ ხოლმე ძალიან ხშირად, რომ პირველად შესრულდა მე-16 საუკუნის რაც იტალიელი კომპოზიტორის, რომელიღაც საორგანო ნაწარმოები, ოპერა. ხო, აი დღეს ეს პროცესი არის იქ, ცოცხალია ეს პროცესი. ჩვენ ცოტა ჩამორჩებით სამწუხაროდ. გარდა იმისა, რომ ნუ ახლა ევროპაში ბევრად უფრო სისტემატიზებულია არქივები, მოდით აქედანაც დავიწყოთ, იმიტომ რომ ძალიან ახლა დღეს რომ მოინდომოს ვიღაცამ თქვათ კვლევა ან ძიება რომელიმე ნაწარმოების თქვათ ან კომპოზიტორის, არ ვიცი სად უნდა მოიძიოს ეს ინფორმაცია ნაწილი ალბათ არქივში, მე ალბათ ოჯახის წევრების იმედად უნდა იყოს, აი სად რა არის შემორჩენილი. ხშირ შემთხვევაში ესეც ქმნის ხოლმე პრობლემას, იმიტომ რომ ძალიან შრომატევადი საქმე არის და თან რაც თავარია უნდა იცოდეს ადეძებო იმისთვის რომ ეს ყველაფერი იპოვა და მე-16 საუკუნეში მთელი ჯაჭვი იქმნება რაღაცა პრობლემა. აგერ ჯაბადარის ნოქტურნი გვინდა. ნოტები, რომელიც ვერ ვიშოვეთ.
კარგით, ძალიან დიდი მადლობა ლიკა, ძალიან დიდი მადლობა გიორგი. საუბარი თქვენთან უსასრულოდ შეიძლება, მაგრამ დრო აქვს გადაცემას. დაგემშვიდობებით ჩვენს მაყურებელსაც დაწუნებული ვარო თქვენაც ძალიან ბევრი ახალი ფაქტი, ახალი ისტორია მოისმინეთ, რომლის შესახებაც არ იცოდით. მე ვფიქრობ, საინტერესო გამოგვივიდა საუბარი, საინტერესო გადაცემას გამოვიდა. ძალიან დიდი მადლობა. გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.